ესეთი ჩარტი. Აუდი არის ეკრანს ხელახლა. და გადავალ პრეზენტაციას. ხო, ანუ აქამდე კითხვები არ გვაქვს, ხო? ან რამე ამ მაგალითად წინა ლექციიდან ან რამე მსგავსი თუ არის, შეგიძლიათ დაწეროთ ჩატში და მე შეგვიძლია განვიხილოთ ეგენიც. კაი. მოდი დავიწყებ ჯერ გენერაციული AI-ით. 1-3. აქ. slideshows. ჩარტ. კაი. ხო, როგორ ვილაპარაკეთ განებზე, გენერაციულ მოწინააღმდეგე ქსელებს დღეს. და საერთოდ გენერაციულ AI-ს. ხო, გენერაციულსა და დისკრიმინაციულ მოდელებს შორის განსხვავებებზე ვისაუბრებთ, რა ტიპის გენერაციული მოდელები არსებობს, განების არქიტექტურას შევეხებით, როგორ მუშაობენ განები და როგორ ტრენინგდებიან განები, მაგასაც განვიხილავთ, რა ტიპის განები არსებობს, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ განები და მათი დადებითი და უარყოფითი თვისებებზე ვილაპარაკებთ და როგორც უკვე გაჩვენეთ, ჩვენ განსაც დავატრენინგებთ PyTorch-ში. აი, დავიწყოთ. ესე იგი. დისკრიმინაციული მოდელები როგორც წესი პასუხობენ კითხვას რა, აი, მაგალითად, სპამია თუ არა ესა თუ ის იმეილი. და როგორც წესი მუშაობენ პრინციპზე, რომ გამიჯნონ ერთი ტიპის კლასი მეორე ტიპისგან. მაგალითად, კატებისა და ძაღლების ამოცანაზე რაღაც საზღვარი გაავლონ და იპონის განსხვავებები, რითიც კატა ძაღლისგან განსხვავდება, ან სპამის იმეილი განსხვავდება არასპამი იმეილისგან და მაგ საზღვარზე გამიჯნონ ეს ორი კლასი, ან რა თქმა უნდა მეტი კლასიც რა. მეტ კლასებს შეგვიძლია დავატრენინგოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ამოცანა რა, ამოცანას ხსნის დისკრიმინაციული მოდელი რა, რომ თუ მოცემული გვაქვს რაიმე მაგალითი, რომელია ყველაზე ალბათური კლასი, აი ამ კითხვას პასუხობს. და სხვადასხვანაირი მოდელები არსებობს, ლოგისტიკური რეგრესია, SVM-ი, სხვადასხვა მოდელები რა, ნეირონული ქსელებიც, რომლებიც მაგალითად კლასიფიკაციისთვის გამოიყენება. ესეც ჩვეულებრივი დისკრიმინაციული მოდელია. გვაქვს ასევე გენერაციული მოდელები, რომელიც რაღაცას აგენერირებენ. მაგალითად, სპამის და იმეილის მაგალითზე რომ ვთქვათ, გენერაციული მოდელი უპასუხებს შემდეგ კითხვას და შემდეგ პრობლემას გადაჭრის, რომ აი ჩვენ რო უთხრათ, რომ დამიგენერირე სპამის მსგავსი მეილი მაგალითად. ეს იქნებოდა ის კითხვა და პრობლემა, რომელსაც გენერაციული იმეილის მოდელი გადაწყვეტდა. და ის პრინციპი, რაზეც ეს გენერაციული მოდელები არიან დატრენინგებული, არის რომ ცდილობენ ისწავლონ ის განაწილება, თუ როგორ გამოიყურება თითოეული ტიპის მაგალითი. ან ეს იქნება ძაღლები, კატები, ასე შემდეგ, სპამი, არ არის სპამი, ანუ რა განაწილება გააჩნიათ ამ ობიექტებს და შემდეგ სწავლობენ თუ როგორ დააგენერირონ მსგავსი. და ამის მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, ეს არის GPT, VA განები და ასე შემდეგ რა. აქ ხო ეს როგორც წესი განის პრეზენტაციაზე ყოველთვის უნდა იყოს ხოლმე ეს რაღაც კანონივით არის რა. ეს this person doesn't exist. ეს არის რაღაც ისეთი საიტი, რომელიც ამ განების გამოყენებას გვიჩვენებს რა. რო დაარეფრეშებ, ყოველთვის ახალი და ახალი ადამიანი ჩნდება და ეს ადამიანი არ არსებობს რა, ანუ დაგენერირებული არის განების საშუალებით, მოკლედ. კარგი მაგალითია, რომ ადამიანს აგენერირებს და ვერც გაარჩევ რა, თუმცა ეხა ისეთი მოდელები არის, რომ ალბათ აღარ გაგვიკვირდება ადამიანის სახის დაგენერირება, ვიდეოებსაც აგენერირებენ, რა თქმა უნდა. Nano Banana იქნება თუ სხვა რამე Gemini-ის თუ OpenAI-ის მოდელები.
უხეშად რომ ვილაპარაკოთ, აი ესეთ ცხრილში შეგვიძლია მოვაქციოთ დისკრიმინაციული და გენერაციული მოდელები. დასწავლის პროცესში დისკრიმინაციული მოდელების პრინციპი არის ის, რომ საზღვრები და მიჯნა გაიგოს ამ სხვადასხვა ტიპის კლასებს შორის და გენერაციული მოდელებისთვის არის, რომ თვითონ ამ თითოეული კლასის განაწილება ისწავლოს, რომ შემდეგ ესენი დააგენერიროს. მაგათი ფიჩერები ისწავლოს და ასე შემდეგ რა, მრავალგანზომილებიან სივრცეში. შემდეგ, ხო, ნუ რა თქმა უნდა, მონაცემების დაგენერირება შეუძლია თუ არა, ნუ დისკრიმინაციულ მოდელებს ალბათ არ შეუძლიათ და ნუ გენერაციული მოდელები პირდაპირ რა თქმა უნდა შეუძლიათ პირდაპირ სახელის გვეუბნები. კლასიფიკაციისთვის გამოიყენება დისკრიმინაციული მოდელები ნამდვილად, მართლაც და გენერაციული მოდელების გამოყენებაც არის შესაძლებელი კლასიფიკაციისთვის. მაგალითად, ChatGPT-ს რო კითხო, რომ ეს ძაღლია თუ კატა, ანუ ხო გვეტყვის, რომ რაღაც სურათი რო ჩავუგდო, ეს ძაღლი იქნება თუ კატა. ეს პირდაპირ კლასიფიკაცია არ იქნება, მაინც უნდა დააგენერიროს რაღაც ტოკენები, თუმცა გამოყენება შესაძლებელია. და უფრო ზოგადად ეს შეკითხვა რო განსაზღვროთ რა პრობლემას წყვეტენ ეს დისკრიმინაციული და გენერაციული მოდელები. არის რომ დისკრიმინაციულისთვის იქნება რომ ამ სურათზე კატაა თუ ძაღლი, ან ეს ძაღლის სურათია თუ კატის, ან სპამია თუ არ არის სპამი ეს იმეილი და გენერაციული მოდელებისთვის იქნება რომ აი ეს დამიგენერირე რაღაც იმეილი, ან დამიხატე კატა, ან ძაღლი, ან ასე შემდეგ. ხო, ძალიან საინტერესო ის არის. ეს არის როგორ ვაკეთებდი ამ პრეზენტაციას. ეს სურათი კი ვერ მოხდა, მაგრამ მოხდა ის რომ ნანო ბანანას ვეკითხები, რომ აი ეს მაგალითი მინდა მეთქი რა. რაღაც როგორ მუშაობს მაგალითად გენერაციული მოდელი, რომ გარკვეული სივრცის რაღაც შემთხვევით ხმაურს გადავაწვდით ამ მოდელს. ეს მოდელი ამ ხმაურს ამ ლატენტურ სივრცეს სადღაც ენკოდირებას გაუკეთებს და იმ ტრეინინგ დეიტადან გამომდინარე გარკვეულ სურათს დააგენერირებს და ეს ზუსტად ის სურათი არის, ანუ ეს არის ის პროცესი, რომ AI-ს ვეუბნები, როგორ უნდა დამიგენერიროს ის ნაბიჯები, თუ როგორ გენერირდება AI რა, რაღაც ცოტა ისეთი სურათი გამოვიდა. უცნაური და საინტერესო. ხო, რა ტიპის მოდელები გვაქვს? აი მაგალითად, ეს ვარიაციული ავტოენკოდერები, რომელიც წინა ლექციაზე გქონდათ, თუ სწორად მახსოვს, ეს გენერაციული მოწინააღმდეგე განი, რაზეც დღეს ვილაპარაკებთ, კიდევ გვაქვს დიფუზიური მოდელები, ტრანსფორმერები და კიდე სხვა ეხა არ მახსენდება, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა გენერაციული სხვა მოდელებიც იქნება. ხო, ან თითოეულზე რომ მოკლედ ვილაპარაკოთ რა, ვარიაციული ავტოენკოდერები, როგორც წესი არის, შედგება ორი ნაწილისგან, ენკოდერი და დეკოდერი. და მათი დატრენინგების პრინციპი არის, რომ წვრილი სურათი გვაქვს, ან და ვცდილობთ, რომ მისი ენკოდინგი მოვახდინოთ და შემდეგ დეკოდირება, ისე რომ საბოლოო ჯამში იგივე სურათი მივიღოთ. განზე დღეს ვისაუბრებთ, დიფუზიური მოდელებიც გარკვეულ ვცდილობენ, რომ სურათზე თანდათანობით დაამატონ ხმაური და შემდეგ ამ ხმაურის მოცილებით ვცდილობენ, რომ ისევ იგივე სურათი მიიღონ და ამის შედეგად ხდება ამათი ტრენინგი. და ტრანსფორმერები კიდე, ხო, ეგეც მაგაზეც დასაუბრები გვაქვს. უფრო ძირითადად ავტორეგრესიული პროცესით ხდება ტრანსფორმერების გამოყენება გენერაციაში და მაგალითად რაღაც ტოკენს დაგიგენერირებენ, მერე ეს ტოკენი მიემატება ისევ იმ საწყის ტოკენებს, რაც თქვენ გაუგზავნეთ, შემდეგ კიდე ახალ ტოკენს დააგენერირებენ უკვე გაზრდილი ტოკენებით და ასე შემდეგ გენერირდება და გენერირდება მთლიანი ტექსტი. აი ეს არის ის მაგალითი, მაგალითად როგორ ვაგენერირებთ LLM-ით რაღაც გარკვეულ ტექსტს, რომ თავიდან საწყისი input-ი გქონდა cheesecake is, შემდეგ პირველი ყველაზე ალბათური ალბათ
ალბათ ყველაზე ალბათური ტოკენი არ დაგენერირდება, იმიტომ რომ ChatGPT და სხვა მოდელები გარკვეულ random noise და სელექციის ფუნქცია აქვს, მოკლედ სხვანაირი ცოტა, რომ და randomness იყენებენ, რომ ძალიან deterministic არ იყოს რა, ანუ ყველა ნაბიჯის გამოცნობა არ შეგვეძლოს. temperature და კიდე სხვა პარამეტრები აქვს, რითიც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ხოლმე ამ ტექსტის გენერაცია LLM-ებს. ხო, მაგრამ ნუ პრინციპი იგივეა, ხო, რომ რაღაც მეთოდით აარჩევს შემდეგ ტოკენს, შემდეგ ეს ტოკენი მიემატება უკვე საწყის სიტყვას, საწყის ტექსტს და შემდეგ გაგრძელდება ისევ იგივე რა. სანამ end of sentence არ მიაღწევს, ან რაღაც ისეთ გარკვეულ ტოკენს, რომელიც ნიშნავს შეწყვეტას ავტორეგრესიის. კითხვები ხო არ გვაქვს აქამდე, ან ძალიან ის ნელა და დეტალურად ხო არ ხსნი, ხო არ ჯობია რომ ესენი მალე გავიაროთ, როგორ ფიქრობ და კოდირების ნაწილს დაუთმოთ დიდი დრო. ან ძალიან ნაცნობი ხო არ არის ეს თქვენთვის და ხო, რა შეგვიძლია რომ რა ტიპის ამოცანები არსებობს გენერაციაში რა, რომ ერთი რომ სურათების და ვიდეოების გენერაცია შეგვიძლია და ამით ჩვენ შეგვიძლია ერთი სტილის მეორე სტილის სურათზე გადავიტანოთ ხოლმე. მაგალითად ძალიან ხშირი იყო რაღაც ანიმეების სტილში აგენერირებდნენ ფოტოებს, დაზიანებული სურათები აღვადგინოთ, ძველი ფოტო ჩაუგდოთ და მაგის 4K ვერსია მივიღოთ. და ნუ გარდაქმნათ სურათები ერთი სტილიდან მეორე სტილში და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც შეგვიძლია გადავჭრათ გენერაციული მოდელების საშუალებით. ხო, ან ნახე, აქ შეგვიძლია სხვადასხვა მოდელების მიერ დაგენერირებული სურათები, ასე ვთქვათ, აღდგენილი სურათები ნახოთ, აი აქ მარცხნიდან, მაგალითად აქ გაფერადებული არის. სხვადასხვა მოდელების მიერ. აქ განის მაგალითიც გვაქვს ყველაზე მარჯვენა მხარეს. ან როგორ აღადგენენ ერთი სურათიდან მეორეს რა, ან როგორ მიიღება ერთი სურათიდან მეორე ტიპის სურათი. ესე ძალიან საინტერესო ამოცანა არის. მაგალითად, თუ გვაქვს ჩვენ რაღაც საჰაერო ხედი, ჩვენ შეგვიძლია რუკები დავაგენერირებინოთ ამ განის საშუალებით მაგალითად. ან კიდე სეგმენტაცია მოვახდინოთ უშუალოდ ქუჩის და ასე შემდეგ. ესეც სურათები, როგორც სურათები, ისე აღვიქვათ და როგორც ამ შემთხვევაში შავ-თეთრი ფოტოდან ან დაზიანებული ფოტოდან ფერადი ფოტო მიიღება, ანალოგიურად შეგვიძლია ზუსტად ესე წარმოვიდგინოთ ეს საჰაერო ფოტოებიც მაგალითად ან რუკა. ეს უკვე რაღაც სტილის გარდაქმნა არის, ერთი და იგივე სურათი შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის, როგორც მონე დახატა, კლოდ მონე დახატავდა, ისე ვან გოგი თუ დანარჩენი სხვა. ხო, ანუ ესეც ერთ-ერთი გამოყენება არის, ასე ვთქვათ, ამ განების. კიდე შეგვიძლია აუდიოები დავაგენერირებინოთ, ეხლა ხან ძალიან ცნობილია ის Kanye West-ის AI სიმღერა, რაღაც ტექსტი, მუსიკა დავაგენერირებინოთ, ან კიდე რაღაც ტექსტი დავაგენერირებინოთ, ხო? ეს არის ყველაზე მთავარი ალბათ არის, რომ გენერაციულ მოდელებს კოდის გენერაციაც შეუძლიათ. ძალიან აქტიურად გამოიყენება უკვე კლოდ კოდი და სხვადასხვა ტიპის AI აგენტები კოდის წერაში. ხო, ანუ გრაფიკულ დიზაინშიც, გარკვეული პრეზენტაციების გენერირებისაც კი ხმარობენ უკვე თამაშებში რაღაც გარემოები რომ დააგენერირებინონ და ნუ ბევრი რაღაც სინთეტიკური მონაცემებიც რომ შემდეგ უკვე სხვა გარკვეული მოდელი დატრენინგდეს და გააუმჯობესოს თავისი შედეგი, ასე ვთქვათ, რაც სინთეტიკური მონაცემების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ხო, დიფუზიურ მოდელებზეც რო ვთქვათ, 1-2 სიტყვა, როგორც წეღან მოახსენე, არის ამათი ტრენინგი ხდება
ესეც გენერაციული ტიპის მოდელი არის და ამ მოდელის ტრენინგი ხდება შემდეგნაირად, რომ გარკვეულ სურათს უმატებთ noise, ანუ ხმაურს და ეს მოდელები სწავლობენ ამ noise-ის მოშორებაში. და ეს არის ეტაპობრივი, ანუ რამდენიმე დონეზე ემატება ხმაური, შემდეგ რამდენიმეჯერვე იგივე ფუნქცია, იგივე მოდელი ეშვება, რომ ეს მოცილდეს და საბოლოო ჯამში ეს ხმაურის მომცილებელი მოდელი ისეთია, რომ კონკრეტულ ხმაურს რო შევუშვებ ამ მოდელში და ბევრჯერ გადაატარებ, სხვადასხვა ტიპის სურათებს აგიგენერირებს და ხო, ეგ საინტერესო პროცესია ხოლმე რა და დიდი ის იყო. საკმაოდ კარგი ხარისხი დადო ამან. თუ განებს მაგალითად უჭირთ ხოლმე დიდ რეზოლუციაზე 4K-ზე სურათების დაგენერირება, დიფუზური მოდელებით უკვე ეს შესაძლებელი გახდა რა და ხარისხი ბევრად გაუმჯობეს და განებისგან განსხვავებული. ხო, რაც შეეხება განებს, განებიც გარკვეული ტიპის noise გჭირდება, ანუ შემთხვევითი განაწილება გჭირდება, რისგანაც ციფრებს დავაგენერირებთ. ან სხვა ნებისმიერ რაღაცას. თუმცა ჩვენ შემთხვევაში გვექნება ციფრების გენერაციაზე საუბარი. ანუ გვექნება მოდელი, ერთი გენერატორი, რომლის მოვალეობაც იქნება ამ სურათების დაგენერირება და რომელსაც ერქმევა გენერატორი, მეორე ნაწილი, მეორე მოდელი იქნება დისკრიმინატორი, რომლის მოვალეობაც არის ამ გენერატორის მიერ დაგენერირებული ფოტოების ამოცნობა და იმ მოკლედ fake იარლიყის მინიჭება რა. არ უნდა მოტყუდეს დისკრიმინატორი. მთელი ამის მიზანი ის არის, რომ ამოიცნოს გენერატორის მიერ დაგენერირებული სურათები და გენერატორის მიზანი ის არის, რომ როგორმე მოატყუოს დისკრიმინატორი. ეს მეორდება ძალიან ბევრჯერ ტრენინგის პროცესში და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩვენ დისკრიმინატორს მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელსაც კარგად შეუძლია სურათები ტრეინინგ სეტში არსებული სურათების გარჩევა გენერატორის მიერ დაგენერირებული სურათებისგან. და პირიქით გენერატორიც მე თავიდან შევამჩნევთ, რომ ან არაფერს ძალიან random noise აგენერირებს და ეპოქათა განმავლობაში ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ უმჯობესდება ამ გენერატორის მიერ შექმნილი სურათები და ციფრები. ხო, ან არქიტექტურა ზუსტად ესე გამოიყურება, გვაქვს გენერატორი, რომელიც ცდილობს მოატყუოს დისკრიმინატორი და დისკრიმინატორი, რომელიც ცდილობს რომ არ მოტყუდეს. და ნუ რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია ბევრ სხვა ამოცანაზე გადავიტანოთ, არა მხოლოდ ციფრების დაგენერირებაზე რა. კითხვები თუ გაქვთ აქ? კაი. ხო, რა ტიპის გენერაციული მოწინააღმდეგე ქსელები არსებობს? ესე იგი, ყველაზე მარტივი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის პირდაპირ ვანილაგანი, რომელიც მრავალშრიანი პერსეპტრონებისგან შედგება რა, ანუ ჩვეულებრივი ნეირონული ქსელებისგან. გვაქვს ასევე პირობითი, ანუ conditional განები, სადაც გენერატორს და დისკრიმინატორს დამატებით მონაცემს, ანუ labels გადავაწოდებთ კონტექსტისთვის, რომ ვაკონტროლოთ რისი დაგენერირება გვინდა. ჩემ შემთხვევაში მე რა მაგალითსაც გაჩვენებთ, ის იქნება კონვოლუციური განი, რომელიც შედგება კონვოლუციური ქსელებისგან, ესე იგი გენერატორი გვეყოლება კონვოლუციური ქსელი და დისკრიმინატორიც ასე ვთქვათ. ხოლო გენერატორი იქნება შემოbrunებული კონვოლუცია, ასე ვთქვათ, რომელიც random noise მიიღებს და სურათს დაგვიგენერირებს და დისკრიმინატორი კიდე ჩვეულებრივი კონვოლუცია გვექნება. ხო, და ამ მაგალითზე რო ვთქვათ, ჩვენი დისკრიმინატორი იტყვის ნამდვილია თუ
დაგენერირებული არის ეს ციფრი, ანუ ამის ინფუტი იქნება სურათი და აუთპუტი იქნება ნულიანი ან ერთიანი, ანუ fake არის თუ ნამდვილია. ხოლო გენერატორის input-ი იქნება random noise და ამით და output-ი უნდა იყოს სურათი. ოკეი. კაი. ხო, და პირობით, ანუ conditional განების მაგალითი რო გაგვეკეთებინა, ჩვენ აქ მივაწვდით random noise-თან ერთად, მაგალითად იმ ციფრს, რისი დაგენერირებაც გვინდოდა სიტყვაზე. აი მაგალითად random noise plus აქ ხუთიანი რო გაგვეტანა label-ად, მაშინ ჩვენ მოვთხოვდით გენერატორს, რომ ხუთიანი დაეგენერირებინა რა. და თუ discriminator-ს მივაწვდით სურათს და ხუთიანს, მაგალითად ხუთიან labels, მაშინ discriminator-ს უნდა ეთქვა, რომ ეს არის ხუთიანის სურათი თუ არა. ან დამატებით ინფორმაცია და ამით ვაკონტროლებდით ჩვენ იმ ამოცანას თუ რისი დაგენერირება გვინდა. მაგრამ ეს მაგალითი არ მაქვს. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ვიტყვით ამ დამატებითი ლეიბლების გარეშე დაგვიგენერიროს ციფრი და მე განსაზღვროთ არის თუ არა ეს ციფრი მხოლოდ. ანუ ხუთიანი არის კი არა, არამედ ნებისმიერი ციფრი არის თუ არა რა. ეგ იქნება ჩვენი ამოცანა. ხო, კიდევ არსებობენ ეს style განები, cycle განი, disco განი, რომელიც უკვე ორი გენერატორისა და ორი დისკრიმინატორისგან შედგება. და ხო, ეს lab-განი ძალიან გავს დიფუზიურ მოდელს, რომელიც აგენერირებს დაბალი ხარისხის სურათს და შემდეგ თანდათან აუმჯობესებს და უმატებს დეტალებს უკვე მაღალ რეზოლუციებს. ხო, ანუ რა უარყოფითი თვისებები აქვს განს. როგორც წესი, ძალიან არასტაბილური არის ხოლმე დასწავლის პროცესი, თუ პირდაპირ განს ატრენინგებთ. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დისკრიმინატორმა უფრო მეტი ისწავლოს და პრაქტიკულად შეაჩეროს ტრენინგი, ანუ გაანულოს ტრენინგი მოკლედ გენერატორის და ცოტა რთულდება ხოლმე მაგ საკითხში. კიდევ ერთი პრობლემა არის, რომ გენერატორი ერთი და იგივე სურათებს აგენერირებს ნებისმიერი random noise-ის, რაც არ უნდა random noise-ში გაუშვა შიგნით, მაინც დაგიგენერირებს ერთი და იგივე სურათს. ჩემ შემთხვევაში მე რაც დავატრენინგე გუშინ, შეამჩნევთ, რომ ძალიან უყვარს ერთიანების დაგენერირება. და ამას ქვია mode collapse, ანუ ეს როცა ერთი და იგივე რაღაცას მრავალფეროვნება ფაქტიურად მოკვდა ამ გენერატორში. და მხოლოდ ერთი და იგივე რაღაც აგენერირებს. ანუ ეს როგორც წესი იქიდან არის, რომ დისკრიმინატორი ერთხელ მოატყუა და გაუმარტივდა და მოკლედ იქ რაღაც ლოკალურ მინიმუმში ჩავარდა მაგის წონები და ერთი და იგივე რიცხვებს აგენერირებს და ვეღარ მოხდა იმ ლოკალური მინიმუმიდან ამის ამოყვანა ტრენინგის პროცესში. როგორც წესი, დიდი მონაცემები ჭირდება, რომ დავატრენინგოთ კარგი განი და ხო, რთული არის ხოლმე როგორც წესი ხარისხი შევაფასოთ. ეხლა კი ჩვენ შევხედავთ, რომ აი რიცხვი მოგწონს ან არ მოგწონს ამის დაგენერირებული. მაგრამ რთულია იმის თქმა, როდის უნდა გავჩერდეთ, ან რა კრიტერიუმები არსებობს ტრენინგის პროცესის შეწყვეტის დროს. აი ეგ არის ხოლმე ცოტა რთული გადასაწყვეტი და როგორც წესი, ყველა გენერაციულ მოდელს აქვს ეთიკური მხარეც რა, რომ არსებობს რაღაც შეგვიძლია დავაგენერიროთ ისეთი სურათები, ან ისეთი ადამიანის სურათები, ვისაც თანხმობა არ მოუწია ჩვენთვის და ასე შემდეგ რა, როგორც არის ხოლმე რა გენერაციულ მოდელებთან, რომ ან ვიღაცის სურათები გამოვიყენეთ, რომ style transfer-ი გაგვიკეთებინა და თანხმობა არ მოუწია და ასე შემდეგ. დადებითი მხარეები არის განის, რომ ნაკლები როგორც წესი, ნაკლები პარამეტრი აქვს ხოლმე ტრანსფორმერებთან შედარებით და დიფუზიურ მოდელებთან. ძალიან სწრაფი არის, მხოლოდ ერთი forward pass-ით აგენერირებს სურათს, თუ რა თქმა უნდა lab-გან ან სხვანაირი რაღაც იტერაციული განი არ გვაქვს გამოყენებული.
კარგი არის edge device-ებზე, იმიტომ რომ მცირე ზომისგან გამომდინარე და ხო, კიდევ შეგვიძლია გარკვეული ტიპის კონტროლი შევინარჩუნოთ ამ განებზე, რომ აღმოვაჩინოთ ის ფიჩერები, რომლის ცვლილებაც სურათს ისე ცვლის ჩვენთვის სასურველად ცვლის, მოკლედ რა, ანუ რაღაც სამართავი საკონტროლო ნობები შეგვიძლია დავიტოვოთ ამ განებში ხოლმე და ეგეც ასე თუ ისე მოსახერხებელია. როგორც მაგალითად პირობით განებში შეგვიძლია რა, რომ აი მაგალითად ხუთიანები გავატანოთ ხოლმე ტრენინგის პროცესში და ხუთიანების და სათითაო ციფრების დაგენერირება ვასწავლოთ გარკვეული ლეიბლებით. და ეს კონტროლი ჩვენ გვაქვს განების დროს, განებში, როგორც წესი. ხო, ეხლა ეს შეგვიძლია უშუალოდ კოდის წერაზე გადავიდეთ, მაგრამ მოდი ჯერ კითხვებს დაველოდები რა, ანუ ამდენი რაღაც ვისაუბრე, რაღაც კითხვები გაგიჩნდებათ. ანუ ჩვენი მიზანი ის იქნება, რომ გენერატორი დავატრენინგოთ და აქ უკვე დატრენინგებულს ხედავთ თქვენ, რომ აი ეპოქა პირველიდან აქ არაფერს არ აგენერირებს ეს ჩვენი გენერატორი და უკვე ამ ტრენინგის პროცესში რო ცდილობს რომ როგორმე მოატყუოს ეს დისკრიმინატორი, რაღაცეები ისწავლა მართლაც რა, აი აქ ერთიანი, ხუთიანი, ხო ეს არ რიცხვი არ არის, თუმცა გავს ხო რაღაცა ის შორიდან რო შეხედავთ, თითქოს რიცხვია. ეს 7-იანი არის, აქ 5-იანი გვაქვს, 0-იანი, ცხრიანებიც ხო, ან აგენერირებს რა. ამას გავაკეთებთ ჩვენ. ტრენინგს როგორც წესი არ დაველოდებით, თუმცა შევხედოთ რა გვექნება რა. გარკვეულ პროცესში მაინც გამოჩნდება, ტრენინგის პროცესში გამოჩნდება, რომ მართლაც უმჯობესდება ჩვენი მოდელი. და ნუ თქვენ რჩევებსაც მივიღებთ თუ როგორი ტიპის მოდელი შევქმნათ. კაი, ველოდები თქვენ კითხვებს. გისმენ ნიკოლს. გამარჯობა. ის მაინტერესებს, ან ლოსად რას ვიღებთ? ხო, მაგაზე იმპლემენტაციის დროს ვილაპარაკებ. მაგრამ ზოგადი წარმოდგენა რომ შევქმნათ, ნახე. გააჩნია რომ ორ მოდელს ვატრენინგებთ ჩვენ აქ, ხო? ერთი არის დისკრიმინატორი. მოდი ამას გავხსნი. ერთი არის დისკრიმინატორი და მეორე არის გენერატორი, ხო? მოდი ჯერ დისკრიმინატორის ლოსზე ვილაპარაკოთ. ანუ დისკრიმინატორს ვაწვდით ორი ტიპის სურათებს. ერთი არის ნამდვილი სურათები, რომელიც ჩვენ ვიცით რომ ნამდვილია, ხო, ტრენინგის პროცესში. და მეორე არის დაგენერირებული სურათები, რომლებიც ჩვენც უკვე ვიცით რომ დაგენერირებული სურათი არის, ხო ეგრეა? ამიტომ აი ამათი ლეიბლები, რომელიც ტრენინგ სეტიდან წამოვიდა, იმ ნამდვილი სურათების იქნება ჩვენთვის ერთიანი, ანუ რომ ეს ნამდვილია და ფეიკი იქნება ნულიანები, ხო, ამ ფეიკების ლეიბლი. და ამის ლოსი ჩვეულებრივად იქნება როგორც კლასიფიკაციის ლოსი. რომ თუ აი აქედან ამ სეტში ნამდვილი სურათი წამოვიდა და დისკრიმინატორმა თქვა რომ ეს ფეიკია, ანუ ჩვეულებრივი cross entropy იქნება რა, ანუ აქ წამოსული ნამდვილი სურათი უნდა იყოს ნამდვილი, მოდელმა უნდა გითხრას რომ ეს ნამდვილია და უნდა შევამციროთ ფეიკების რაოდენობა ნამდვილ სურათებში და პირიქით გავზარდოთ ფეიკების რაოდენობა გენერაციულ სურათებში. ეს მარჯვენა მხარე რო წარმოვიდგინოთ. ხო? ეს ძალიან პირდაპირი არის, ხო? ხომ ეთანხმები? დიახ. ხო. და ეხლა უყურე. როდესაც გენერატორს ვატრენინგებთ, გენერატორის მიზანი რა არის? რომ გენერატორმა ისეთი სურათი დააგენერიროს, რომ დისკრიმინატორის აუთპუტი იყოს ერთიანი. და აი ეგ იქნება ზუსტად გენერატორის loss ფუნქცია. რომ რაც უფრო შორსაა დისკრიმინატორის მიერ პასუხი ერთიანისგან, უფრო დიდ პენალს მიიღებს გენერატორი. აბა დაფიქრდი, რა ვთქვი? გენერატორის მიზანია, რომ დისკრიმინატორს ათქმევინოს, რომ ეს სურათი არის ნამდვილი. დიახ.
ლოგიკურია, ხო? კი. და ამ ნიშნულობით ზუსტად დავითვლით გრადიენტებს და backpropagations გავუშვებთ. ანუ იმის ალბათობას გავზრდით, რომ გენერატორის მიერ დაგენერირებული სურათი დისკრიმინატორს ათქმევინებს, რომ ეს არის ნამდვილი. გასაგები. ოკეი. ან საინტერესოდაც ჟღერს, ხო, ეს როგორ დატრენინგდება და რა შედეგს გამოიღებს. კაი, სხვა კითხვები თუ გვაქვს? აი, დავიწყოთ იმპლემენტაცია. კიდე ერთი კითხვა აქვს. ანუ random noise რა ვიწყებთ, ეს უკვე მატრიცა ტენზორი არის თუ ვექტორით ვიწყებთ და ვადიდებთ, ანუ დიკოდერის აქვს. ჩვენზე არის დამოკიდებული. ნახე? random noise-ით რო ვიწყებთ, აქ ხო გენერატორის რა input-საც მოელის რეალურად, ის random noise-ი შეგიძლია გქონდეს აქ რა. აქ კი, ანუ შეგიძლია ცადო და ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები ჩაატარო სხვადასხვა ზომის random noise-ზე. შეგიძლია ერთგანზომილებიანი აიღო, შეგიძლია რაღაც ჩემ შემთხვევაში მხოლოდ ერთგანზომილებიანი მაქვს. ანუ მოიცა გაჩვენებ კიდეც რა, ანუ აი ზომები რო დავწერო რა სიტყვაზე აქ. შეგიძლია ერთგანზომილებიანი აიღო. მაგალითად 1.512-ზე არ აქვს მნიშვნელობა რა. შეგიძლია რამდენიმე განზომილებიანი აიღო, რა ვიცი, ორ განზომილებიანი აიღო. ანუ შენზე არის დამოკიდებული რა ეს და ექსპერიმენტის საგანია ხოლმე როგორც წესი. თუმცა ყველაზე მარტივი არის აღსაქმელად და ვიზუალიზაციისთვის ძალიან კაია ხოლმე რომ ორ განზომილებიანზე ჩაატარო ეს რომ მხოლოდ x-ი და y-ი გქონდეს აქ რა random noise-ში, ანუ ესენი torch rand აი ეს იყოს ხოლმე რა, აი ეს ხო დაგიგენერირებს torch tensor აი ამას რა, სიტყვაზე 0.5 0.5 აი ეს აი ამას ხო დაგიგენერირებს. ანუ ეს არის რეალურად 1-2-ზე, ხო? მაგრამ ანუ შენზე არის დამოკიდებული, გინდა რავი 10-10-ზე დასვი ან უბრალოდ მე ძალიან გეზრდება ეს სივრცე, ხო? რისი ენკოდირებაც უნდა მოახდინოს ამ მოდელმა სურათებში და რაღაც აზრიანი სურათი უნდა ჩამოაყალიბოს, ხო ესეა? კი. და ეს რაღაც როგორღაც მოატყუოს დისკრიმინატორი, ხო? და თუ ეს ძალიან დიდი გაქვს და ის რანდომი იმდენად ცვალებადია, რომ ვერაფერს ვერ სწავლოს, მერე ტრენინგ პროცესი შეგინელდება. თუმცა სამართავად უფრო მეტი ფიჩერი გექნება რა, რომ აი სიტყვაზე მე მხოლოდ აქ ორი ფიჩერის ცვლილება შემიძლია, ხო? ერთი ეს x-ი და მეორე ეს y-ი, ხო ეგრეა? მაგრამ შენ თუ მრავალგანზომილებიანი გაქვს, მერე უფრო მეტი რაღაცის ცვლილება შეგიძლია და სურათი როგორ შეიცვლება, მერე მაგასაც დააკვირდები რა. და ანუ შენზე არის მოკლედ ეს დამოკიდებული რა ზომის noise აიღებ input-ად. და მე ამ გენერატორსაც მოარგებ შესაბამისად. თუ ელოდები რომ აქ ვექტორი შემოგივა, ვექტორის inputs დაახვედრებ, თუ ელოდები რომ ორგანზომილებიანი მატრიცა შემოგივა, მატრიცის inputs დაახვედრებ და ასე შემდეგ. გასაგები მადლობა. კი. აი, აბა კითხვები. კიდე გავაგრძელოთ. აი, მოდი დავიწყოთ მაშინ იმპლემენტაცია. და აი ამ იმპლემენტაციის დროსაც ძალიან ბევრ რაღაცას მივხვდებით რა. მოდი საერთოდ ცარიელი მიდან დავიწყოთ.
ან ის იყოს scratch 0. კაი. ესე იგი, ესენი დაგჭირდება, ამოდით ამას kernel-ი ეს მივთითოთ, ჩანს ხო ეკრანი? აი, ეს იმპორტები გავაკეთეთ. მოდი ჯერ data exploration-იდან დავიწყოთ, ხო? აი მაგალითად, ამი data exploration-ში გულისხმობ იმას, რა ტიპის მონაცემებთან გვაქვს კავშირი. ეს იყოს ჩვენი data, MNIST-ის dataset-ი ხო ყველა ვიცით. ამას ჩავტვირთავთ. გვაქვს 60,000 სურათი, ხო? და რო ავიღოთ მაგალითად data სიტყვაზე მინული. ნახოთ რას გვიბრუნებს ეს. ეს იცით, ანუ ტყუილად ხო არ ვლაპარაკობ. გიმუშავიათ ამ MNIST-ის dataset-თან. სანდრომ ლაიქი გამომიგზავნა, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს. ან გიმუშავიათ თუ კაი. აი, დავუშვათ რომ გიმუშავიათ. გავაგრძელო ამისი ახსნა თუ ან უბრალოდ, ეს ვიდეო დავსვა. ან სურათია რა, სურათი გვაქვს და მე აქ კიდე უკვე ლეიბლი გვაქვს, რომ აქ ხუთიანი წერია. ანუ სურათი და ლეიბლი. აქ რომ მაგალითად მე ასე ჩავწერო, ესეც კიდე ხუთიანია, ასე ერთი ვცადოთ, ეს უკვე 7-იანს გავს. ასე ხო, მართლა 7-იანი. და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ 60,000 ასეთი სურათი გვაქვს. და ამაში მთავარი რა არის ხოლმე, იცი რომ AI მოდელებს სურათებზე ტრენინგს, ანუ სურათები როგორ არის შენახული 0-დან 255-მდე ზომით, ხო? და AI მოდელებს ურჩევნიათ ხოლმე როგორც წესი 0-დან 1-მდე ან -1-დან 1-მდე ზომის რეინჯში მნიშვნელობები. და ზუსტად ამის transforms ესე იგი ტრანსფორმაციებით დავამატოთ რა მოკლედ. ესე იგი ვთქვათ ეს T და მაგ ტრანსფორმი გვექნება. ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი პირველი გვინდა რომ თუ ტენზორი გავაკეთოთ ან ნორმალიზაცია მაგალითად. ტენზორში გადავიყვანოთ და შემდეგ ამის ნორმალიზაცია მოვახდინოთ. ეს პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ამავდროულად მოდი გავაკეთოთ reverse transform-იც, რომელიც იქნება, ნუ რა იქნება. ეხლა ამისი ან ეს ხო მოხდა 0.05-ში. და უნდა გადავიყვანოთ ამის ერთამი ტენზორი გარდაქმნის -1-დან 1-მდე, ნორმალიზაცია გადაიყვანს 0-დან 1-მდე, თუ სწორად მახსოვს, მე შევამოწმოთ ეგენიც. და ან მოდი ახლა შევამოწმოთ. transform IS გადავაკეთოთ აქ. ხო, ან ეს ამას გადაყავს -1-დან 1-მდე რეინჯში. და reverse transform-ი რო გავაკეთოთ, ჩვენი მიზანი იქნება, რომ 0-დან 255-ში გადავიყვანოთ, ხო? ამოდი ეგეც შევამოწმოთ. და ესე იგი IS იქნება transform. ესე და reverse transform-ი იქნება უკვე ეს. ამოდი ესეც დავაბეჭდიოთ. ხო, ნახეთ, ეგრევე იგივე სურათი დაგვიბრუნა აქ. ეს გასაგებია, ხო? ამე კითხვები ხო არ გვაქვს?
ანუ ამ შემთხვევაში მოვიყვანეთ ჩვენ თუ ტენზორს გადაყავს 0-დან 1-მდე, ნორმალიზაციას გადაყავს უკვე -1-დან 1-მდე და ამ ორი ნორმალიზაციით ჩვენ -1-დან 1 რეინჯი გადაყავს უკვე 0.255-ში რა. აი საბოლოოდ აი აქ. გასაგებია, ხო? ეს იქნება ჩვენი ტრანსფორმაციისა და reverse ტრანსფორმაციის ფუნქციები, რომელსაც მე გამოვიყენებთ უკვე ვიზუალიზაციის დროს. კარგი? ხო, შევქმნათ dataset-ი უკვე. და აქ ამას უბრალოდ transforms დავუმატებთ transform ფუნქციას და აქ პირველი წერტილს რო გამოვიძახებთ, გვექნება -1-დან 1-მდე. ოკეი. ეს არის ჩვენი მონაცემები. ეხლა ბევრს აღარ გავაგრძელებ მონაცემებზე საუბარს, ეხლა რაღაც გარკვეული მოდელი შევქმნათ, ხო, ჩვენი. ამ შემთხვევაში დავიწყოთ დისკრიმინატორიდან. აი, დისკრიმინატორმა რა უნდა მიიღოს? სურათები უნდა მიიღოს, ხო? ეს გვექნება. კაი, ინიციალიზაცია გავაკეთოთ და მოდი გავაკეთოთ გარკვეული კონვოლუციური შრეები, ხო, ასე ვთქვათ. conv1 conv1 იყოს რა? მინდა აი ეს სამი ის რომელია? sequential, ხო. sequential ეს რო დავიწყოთ, რა პირველი კონვოლუციური შრე გქონდეს. და მე მოდი გავზარდოთ კიდეც რა. აი მაგალითად ეს forward რაღაც x-ი შემოგვივა და აქ self-თან ვიწყდა. და ესე იგი ჩვენი მოდი random input-ი გქონდეს. ეს batch size-ი არის, ეს channel size-ი არის, ეს ხო ვიცით. channels height and width. ანუ სიმაღლე და სიგანი. ეს ვიცით რომ 28-28-ზე. ხო, დისკრიმინატორის ინიციალიზაციას გავაკეთებ და შემდეგ უკვე მაგრამ შემდეგ საბოლოო ჯამში output-ი გვინდა, ხო? აქ ჩვენ self con2-იც გქონდეს, მოდი. ესეც იგივენაირად შედგებოდეს და შემდეგ იყოს უკვე self fully connected, ხო? Sequential რაღაც linear და საბოლოო ჯამში sigmoid, ხო? და ამ შემთხვევაშიც ხო, ანუ გავაბრტელებთ კონვოლუციური შრეების შემდეგ და დავადებთ ჩვენ fully connected layers, ხო? მოდი ამ შემთხვევაში აქ დავპრინტოთ. რა ზომის გვექნება, რომ მე შესაბამისად შევცვალოთ. ხო, ანუ აქ გვაქვს 1568 და პირდაპირ დაჭდა. ხო? ანუ 3 12-ჯერ 7-ჯერ ხო, ანუ პირდაპირ დაგვიშვა მოკლედ. და აი აქ შრეებს რო დავამატებთ, მე ამის შეცვლას მოგვიწევს, ხო? იმიტომ რომ რაღაც ისინი შეიძლება. შრეები.
ეს ყველაფერი ვიცით არა? ან თუ არ არის საინტერესო, მითხარი და პირდაპირ შემდეგ ნაწილზე გადმოვაკოპირებ. ყოველად მეც აღარ ვიწვალებ ამის ახსნას. კაი, გადავალ მაშინ. ყველასთვის ხო მარტო ნიკოლოზის ლაიქი დავინახე. კაი, ბექა, სანდრო, ლუკა. ოკეი. ვენიერ. სამხავით. ცოტა სამოპატარავად, რო. დისკრიმინატორი. აქ ეს დამოუწდა. დივაისი. აქ იმის მიხედვით თუ რაზე უშვებ, მაგაშიც დაგეხმარი, მაგრამ ეს ავტომატურად გადმოყვანაში, რომ მე აღარ ვიწოვთ. ოკეი. კაი. ამას გავუშვებ დისკრიმინატორს, აქ დისკრიმინატორი დაგვიბეჭდა, ან კონვოლუციური შრეები გვაქვს, რელუები, დროპაუთი, კონვოლუციები, დროპაუთი და ბოლოში სეკვენშალი. რომელსაც დავყავართ ამ ორი შრე გვაქვს, ორი fully connected layer-ი გვაქვს და ბოლოში სიგმოიდი. და აჰა. ესე ჩვენი output-ი რა, ანუ რაღაც random inputs, random სურათს რო შევუშვებთ, random outputs ვიღებთ. როგორც ხედავთ, აქ უკვე რაღაც 50-50-ია თითქმის განაწილებული. ძალიან ახლოს არიან ესენი. ოკეი. კაი. გადავიდეთ მაშინ გენერატორზე, გენერატორის მხარეზე. და გენერატორის მხარე, ნახეთ, აქ ერთი არგუმენტი ემატება აქ, რომელიც არის ეს latent dimensions. ანუ ის random noise-ის ზომა, ასე ვთქვათ. რა ზომის ლატენტურ განზომილებას მოვერთ. გენერატორი და ამ შემთხვევაში ავიღოთ ორი სტოლი მაგალითად. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გენერატორს რო შევქმნით, დავპრინტოთ გენერატორი და ხო, ანუ უბრალოდ რამდენი ტიპის linear feature-ი გვაქვს აქ რა, მაგას ნიშნავს. და კონვოლუციები არის transposed კონვოლუცია, ანუ შებრუნებული კონვოლუცია, ასე რომ ვთქვათ. და საბოლოო ჯამში ჩამოვდივართ, ანუ ეს რიცხვები ისე მაქვს შერჩეული, რომ საბოლოო ჯამში მოგცეს, მოდი ვნახოთ საბოლოო ჯამში რა ზომის იმას მოგცეს. Random latent vector-ი გვაქვს, generated image-ი გვაქვს და reverse transform generated image-ი გავუშვით. და მოდი ამის resize-იც გავაკეთოთ. ყველაზე 512 512. ხო, ანუ ესეთი random რაღაც დაგვიგენერირა რა, რაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? აქ რამე კითხვები ხო არ გვაქვს? გავაგრძელოთ ესე იგი. აი, გადავიდეთ, მოდი მაშინ მოდელები განსაზღვრული ყავს. გადავიდეთ უკვე ტრენინგის ჰიპერპარამეტრებზე, ასე ვთქვათ. ეს latent dim-იც არ დაგვაუწყეს, რომ ესეც ერთგვარი ჰიპერპარამეტრი არის რა. მოდი აქ ჩამოვწეროთ. ესე იგი, რა გვაქვს? latent dim-ი, აქ მოდი ისე ორი გქონდეს. learning rate-ი გვექნება, batch size-ი გვექნება და ეპოქების რაოდენობა, ხო? მოდი ჯერ ავიღოთ პირველი ერთი ეპოქა ავიღოთ სატესტოდ. ხო, device-ი გვაქვს და data loader-ი დაგვჭირდება. data loader-ი დაგვჭირდება. batch size-ი shuffle through. მოდი ისინიც
განსაზღვროთ ერთი წამი ოპტიმაიზერები გენერატორი დისკრიმინატორი კანალის მაღლა შემდეგ ოპტიმაიზერი ადამი გქონდეს და დისკრიმინატორიც და ხო, ნუ loss ფუნქცია ორიოსთვის binary cross entropy იქნება. რა ვიცი ხო? გონი აქ არაფერი. კაი, მოდელები გვაქვს, ახლა მოდი დავიწყოთ ტრენინგის ფუნქციის განსაზღვრა. თუ რამე კითხვები გაქვს, შეგიძლიათ დამისვათ. აქამდე. ნუ რა თქმა უნდა, ამების ცვლილება როგორც გაგვიხარდება, ისე შეგვიძლია. კაი. ესე იგი, მოდი დავიწყოთ ჯერ როგორ მაქვს, არ ვცდე, ნოუთებში. ხო, გენერატორით დავიწყოთ, ხო? რაღაც ისე რომ დავწეროთ for ეპოქები და pass. აქ რა გვაქვს, ხო? ანუ ეპოქებში უნდა დავატრენინგოთ ეს ორივე მოდელი, არა, გენერატორიც და დისკრიმინატორიც. ამიტომ და ეხლა მე უშუალოდ გადავიდეთ უკვე ბაჩებზე, ხო? For images in data loader. აქ და მოდი print real images და break და აქაც break დავუსვათ. ხო? აი აქ. მართლაც 64 1.28, ანუ 64 ცალი ნამდვილი სურათები გვექნება აქ, ამის შემდეგ. კაი, გავიტყოთ გენერატორის ტრენინგით. გენერატორი რო დავატრენინგოთ, როგორც უკვე ვთქვით, მთელი პრინციპი არის, რომ განის მთელი პრინციპი არის, რომ გენერატორის დაგენერირებულმა სურათებმა დისკრიმინატორს უნდა ათქმევინოს, რომ ეს არის ნამდვილი. ხო იგრია? ამიტომ ჩვენ რო დავითვალოთ, ესე იგი გავანულოთ ამ გენერატორის გრადიენტები და დავსვათ რა? ესე იგი, როგორ დავაგენერიროთ ჯერ ეს random noise-ი ხო, პირდაპირ და მოდი print ეს shape-ი რომ თქვათ რომ სწორია თუ არა. და break-ი დავუსვათ აქ. ხო, ეს არის z shape. ხო, z shape-ი მართლაც არის ეს 64, ანუ 64 2-ზე რა, ანუ აი აქ ხო input-ი ხო ამას მოელის რეალურად. ჩვენი გენერატორი არის აქ, გენერატორის შემავალი არის ზუსტად z და აქაც გენერატორი ისა აქ ეს რო დავპრინტოთ, აქ ზუსტად აი ეს გვექნება რა. 2 2-ზე მატრიცა არის, მოკლედ, ორგანზომილებიანი მატრიცა. ოკეი, აი, random noise-ი გვაქვს. ეხლა ეს random noise-ი უნდა ვაქციოთ ჩვენ სურათებად, ხო? Fake images იქნება აი ეს. და ამავდროულად გვჭირდება fake labels, ხო? ანუ ჩვენთვის ეს fake label უნდა იყოს ერთიანები, არა? რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დისკრიმინატორს უნდა ვათქმევინოთ ერთიანები ამისთვის, ამ გენერატორ მოდელისთვის. და მოდი ამასაც დავპრინტავ. Fake images shape და fake labels shape. ეს. და დავითვალოთ გენერატორის loss-ი, რომელიც გამოითვლება ამ ჩვენი loss ფუნქციის გადავცეთ დისკრიმინატორის output-ები ამ fake image-ზე და ამავდროულად fake label-იც რა. რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით რომ ეს loss-ი უნდა იყოს დიდი თუ გენერატორი აი ამ ერთიანებისგან განსხვავდება. მოდი აქ once დავარქმევ რა. once
ისა ხო fake ones ამასთავარ. რო ეს არის fake-ისთვის ერთიანები ხო ხო ესია backward-ი და step-იც გავუკეთოთ. ანუ loss გამოვითვალოთ და gradient-ები გამოვითვალოთ და ეს ადამიანის ოპტიმაიზერით გავუშვათ ეს ერთი ნაბიჯი მოკლედ რა. ეს რო გავუშვოთ აჰა რა გამოგვივიდა? გამოგვივიდა რომ ეს არის ბაჩის ზომა. ეს არის უკვე random noise რაც დავაგენერირეთ აი აქ. fake input image-ები. ანუ ეს დაგენერირებული იმიჯების ზომაც 60 ანუ ზუსტად ემთხვევა, რაც კარგია. და fake labels უნდა იყოს 64 ერთზე, რა თქმა უნდა და ესენი რო დავპრინტოთ აქ, პატარა ნაწილი რო დავპრინტოთ. ყველა ერთიანები იქნება. ესეც ვიცით, რა თქმა უნდა. fake ones. რაღაცა, მოდი პირველი 5 დავპრინტოთ ანალიზი. ნუ სულ ერთიანებია. აი, დავშლი. ეს არის გენერატორი. ეხლა გადავიდეთ train discriminators. Discriminators gradient-ებიც გავანულოთ და ამ შემთხვევაში real labels იქნება ერთიანები, real ones, ხო? real და ნულიანი ლეიბლებიც გჭირდება იმისთვის რომ ამ fake-ებიც უნდა გავუშვათ ამ დისკრიმინატორში რომ იცოდეს რომ ესენი fake-ებია, ხო? fake images ეს უკვე real zeros ეს იქნება zeros, ესე. და loss really შემდეგ დავაგენერირებთ ხო, ეს loss really შემდეგ მოდი fake-ებით discriminatory ერთი სამი ესე იგი output fake ერთი სამი აქ დავწეროთ რომ real results ხო აი ესე discriminator-მა ეს ნამდვილი იმიჯებზე რა პასუხებიც დაგვიბრუნა შემდეგ fake results ანუ fake იმიჯები უნდა გავუშვათ აქ ეს სამი აქ detach რატო ხო ეს detach არის gradient-ებს ხსნით მოკლედ აი ამას რა მაგრამ უნდა მოხსნათ აქ არ ვიცი ასე მოდი გავარკვიოთ ეგ ყველაფერი fake იმიჯებიც დავაგენერირებინოთ და ესე იგი release loss-ი, fake loss-ი დავწეროთ და მე საბოლოო loss-ი და ეს იქნება ჩვენი საბოლოო პასუხი და აი ეს. კაი. რა გავაკეთეთ აქ? დავაგენერირეთ ლეიბლები, ხო? დავაგენერირეთ ლეიბლები ერთიანებისთვის და ნულიანი და ერთიანები დავაგენერირეთ რეალურად ერთიანები ნამდვილისთვის და ნულიანები fake-ებისთვის, ხო ეგრეა? შემდეგ გამოვითვალეთ შედეგები დისკრიმინატორი რას გვეტყოდა ნამდვილებზე, გამოვითვალეთ დისკრიმინატორი რას გვეტყოდა fake-ებზე, გამოვითვალეთ loss-ი ორივესთვის, ნამდვილების loss-ი და fake-ების loss-ი. შევკრიბეთ და ნაბიჯი გადავდგით მოკლედ ოპტიმაიზერით. მოდი ეს ყველაფერი დავპრინტოთ. ნუ ეს იგივეა. აქ არაფერი. აი ეს მაინტერესებს აქ detach-ი უნდა თუ არა. ხო, შკარად უნდა. Trying to back through to the second time. ნახე, აქ უკვე fake image-ები აქედან რო დავაგენერირეთ, აქ შეხედეთ ნაბიჯი გადადგმული არის უკვე და მოკლედ გასულია ოპტიმაიზერის ნაბიჯი უკვე გასული არის და შესაბამისად აქ detach-ი მართლაც გვიგვეყ.
რომ ესენი ჩავხსნათ, რომ აქ გრადიენტი აღარ გამოვითვალოთ გენერატორისთვის. კი, გაიშვა ნამდვილად. ამი რო შევადაროთ აქ როგორ მაქვს. ხო, detach, fake. Okay. კაი. და მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გარკვეულ 117-ზე real images ისწამი ინდექსიც დამჭირდება. Rock indexi აქ 117-ს ჩაუწერ. num box ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება epox აქ ინდექსი იქნება. Okay. ის გავუშვათ. But yes, loss yes. Okay. ივატო. კითხვები თუ გვაქვს აქ. ან მოდი ესეთ გამოვითვალოთ. Real results. Results shape, fake results shape. ორი ველოსი, ну ეს ველოსი ისეთი. Here, quote discriminator, modi print training generator. პირველ ნაბიჯზე გენერატორზე რა ხდება მოკლედ. ესე იგი ქონდა ეს საწყისი სურათები, random noise ზომა ქონდა 64, ანუ batch size. დავატრენინგეთ, fake image-ები დავაგენერირეთ, fake label-ები გამოვითვალეთ, რომ ეს ერთიანები უნდა იყოს აქ და შესაბამისად ნაბიჯი გადავდგით უკან, ხო? ერთი წამი აქ ხო ჯილოსი, ну ეს output-ია, არაფერი ისეთი. Fake image-ები აქ გვაქვს, ხო. კითხვები ხო არ გვაქვს ამ ნაწილში? ან ჩემთვის ხო არ ვლაპარაკობთ ყვილად რა. ხო ლაიქები ჩანს. ესე იგი გასაგები. ხო, და ბოლოში ერთი რაც მინდა ის არის, რომ რაღაც სურათები შევინახო. ბოლოში რომ თვალყური ვადევნო, როგორ ვითარდება ეს ჩემი გენერატორი დროთა განმავლობაში, ეპოქების განმავლობაში. რამდენიმე ეპოქას გავატარებ, მოდი ამ 5 წელ ეპოქას გავატარებ და ბარემ აქ ამის შენახვა რო შემეძლოს, ეს არის from Torch Vision YouTube. ეს image და რაღაც ფოლდერში ჩავყრი ამ ყველაფერს. Generated images. არის ჩემ შემთხვევაში fake images. პირველ 25 სურათს შევინახავ, path არ მაქვს განსაზღვრული. path და sample dir-იც მოდი sample dir-ი იყოს ჩემ შემთხვევაში data sample რაღაცა იყოს iteration ან რაღაცა ვთქვათ ისეთი iteration number იყოს 0 და აქ უბრალოდ iteration numbers გამოვიყენებ. რო უბრალოდ ვიცოდე სად რომელ იმას ვინახავ.
დავიწყოთ, მოდი თავიდან ორ ეპოქაზე გავუშვათ. და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ესიც არაფერ კარგს არ უნდა ველოდეთ. samples. უი. sample დიდი, როგორც sample-ი რატო გამოჩნდა. data. უი. კაი. ისა Finderi. Pen. Okay. Samples. Right, it's sad წავიდა. ეხა ვარ განში. ხო, აი აქ წადა შენახვა და ნუ ვერ იპოვა ეს sample 0 ვერ იპოვა. ოკეი. ხო, ან ლოგიკურია რა. აქ ბოლოში რო ჩამოვიდა და ერორდა. იმიტომ რომ ეს ფოლდერი არ არსებობს, ხო? და ამიტომ მოდი ჯერ ესე შევქრით. path to save equals ეს. და if თუ არ არსებობს ეს path-ი, მაშინ შევაქნევინებ ამ დირექტორიას. თუ არსებობს, გავანებებ და აქ save path დავამატებ უბრალოდ. კაი. და ეხლა რამდენი ეპოქა გავუშვი? მოდი ბაჭსა ის გავზრდი. გასწორნებს. იცი რომ მუშაობს და გავუშვებ. მიხაწესით უნდა შემიქნას. ნახოთ. მე ამ print statement-ებსაც მოვაშორებ, რომ აღარ გჭირდებოდა. ამ ზონები დავსვით. და ოკეი. ნახოთ სად შეინახ. ხო, რაღაცა შემეშალა აშკარად. იმიტომ რომ ამ ფოლდერში არ შევნახავს. კაია. აი, ნახეთ სად წამოიღო ერთით გარეთ გაიტანა. ორი წერტილი აღარ უნდა დამეწერა აქ. sample აი აქ ეს აღარ უნდა დამეწერა. ამ შემთხვევაში sample 0-ები ანუ პირველი ეპოქაზე დაგვიგენერირა ანუ სრულად არაფერი. ხედავთ ხო? და მეორე ეპოქაზეც არაფერი. ანუ ორ ეპოქაში აშკარად არ დატრენინგდა რა. რაც მოსალოდნელია, იმიტომ რომ შეფეთების გენერაცია ესეთი მარტივი არ არის. კაი, ეხლა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ან ეს ამის გაგრძელებას ეხლა სადღაც 500 ეპოქა დავატრენინგე მე 400 უფრო სწორად. მოდი ის სურათები გავიაროთ, რაც უშუალოდ გადმოვიწერე მე გუშინდელი ტრენინგიდან. აი აქ ეპოქა 0-2. მაგრამ ტყუილად დრო არ კარგოთ, იმიტომ რომ სადღაც 1 საათი დაჭირდა ტრენინგს. და ანუ რა 1 საათი ტყუილად რაღაც პროგრეს ბარს ხო არ უყურებთ რა. იმას გაჩვენებთ უბრალოდ მეორე ეპოქაზე რა ხდებოდა აქ. გავადით. გისმენ ნიკოლას. ანუ ამ განით რას და generator, ანუ რას წარმოქმნის? მაგას ხო ვერ ვეუბნებით თუ მე მეშლება რა. არა, ნახე, როგორ დააგენერირებს ეგ მაგას ჩვენ ვერ ვეუბნებით. მაგრამ ნახე, ამისი მიზანი რა არის განის? ეხლა ჩვენ რასაც ვატრენინგებთ. რომ მოატყუოს დისკრიმინატორი, ხო? და დისკრიმინატორი კიდე უყურებს ნამდვილ ციფრებს და დაგენერირებულ ციფრებს. შესაბამისად, ეს გენერატორი ემსგავსება ნამდვილ ციფრებს. ანუ რაც training data set-ში გვაქვს და
დისკრიმინატორის ტრენინგის დროს, რასაც ვეუბნებით, რომ ეს არის შენთვის ერთიანი და ეს არის შენთვის ნულიანი, ხო, ანუ ერთიანზე რასაც ვეუბნებით, იმას იმეორებს, ოღონდ ისე, რომ ნამდვილი სურათები საერთოდ ნანახი არ ყავს. ხო, ანუ უბრალოდ იმას ვხვდები, თქვათ, გვაქვს 1-დან 0-დან 9-მდე, ხო, ციფრები. კი. ან თუ გვინდა რომ 1 დავაჯენერეითოთ, ეგ შეგვიძლია? რომ ზუსტად მაშინ მარტო ერთიანები უნდა გქონდეს training data set-ში. ხო, ანუ ტრეინიდან რომელიმეს არჩევს და იმას ქმნის. არა. არა. ეგ სრულიად, ჩვენ შემთხვევაში 10-ვე ციფრი გვაქვს, ხო? 0-დან 9-ის ჩათვლით. Training data set-ში. ჩვენ ხო არ გაგვიფილტრავს. აქ ფილტრი არ მომიდია მე არაფერზე. ამიტომ ეგ დამოკიდებული იქნება აი ამ z-ზე რა, random noise-ზე. ან ნახე, ინფერენსში რო გადმოვიდი აქ, ჩამოტვირთულ მოდელს გაჩვენებ. ნახე, ამას ჩავტვირთავ. და ნახე, 1 და აი ეს random noise-ი მე აქ PyTorch-ში კი არ დამიგენერირებია, ხელით გავაკეთე, რომ 1.4-სა და -1.4-ს რო ჩაუწერ ამ ვექტორში, აგენერირებს 9-იანს. ეხლა ანალოგიურად მე რო ვცადო 0.5-სა და 0.5-ის ჩასმა ამ როგორც random noise-ი, ხო? ეს დამიგენერირებს 1-იანს. მე რო ვცადო მოდი 0.8-ს ჩავწერ მეთქი და 0.8, ანუ ამ ჩემ random noise-ში ხო არის რაღაც ორგანზომილებიანი სივრცე, ხო არის ეს ჩემი random noise x-ი და y-ი მაქვს, ხო მარტო? აი აქ. აი ამ კონკრეტულ წერტილს რაღაცა სურათს ანიჭებს რა, ისე ანაწილებს ეს ჩემი გენერატორი. 0.8 და 0.8-ს ერთიანია. 0.8 და ერთიანიც კიდე ერთიანი არის. აი ეს mod collapse მივარტყი მე მგონი აქ რა, რომ სულ ერთიანს მიგენერირებს დიდ range-ში. ან მოდი აბა ეს 3-იანი იყოს. ეს საერთოდ არაფერი არ არის. ხედავ? -1 იყოს, აბა. ეს 9-იანს გავს. -1.5 იყოს. ეს უკვე 8-იანი არის. ხედავ როგორ იცვლება? აი ამის მნიშვნელობების ცვლილებები. ხო, ანუ რეალურად მე ვერ ვეუბნები. მე რომ მეთქვა რა რიცხვი როდის უნდა დაეგენერირებინა. მაშინ მე დამჭირდებოდა გამომეყენებინა აი ეს პირობითი condition, ანუ პირობითი განი უნდა გამეკეთებინა მე რა. რომ დამატებით ინფორმაციაც გამეტანა გენერაციისა და დისკრიმინაციის დროს, რომ ეს იქნება 5-იანი, ეს იქნება 4-იანი. ხდები ხო? კი, გასაგები. მაგრამ რადგან მე ეს არ გამიტანებია ეს დამატებითი ინფორმაცია, სრულიად დამოკიდებული ვარ ამ ტრენინგის პროცესზე და რანდომნესზე რა. აქ რო ჩავსვა 0.1 სიტყვაზე, წარმოდგენა არ მაქვს, რას დააგენერირებს. აჰა, ისევ ერთიანს მოუბრუნდი, ისევ 1.9 ვცადოთ, 0-იანი არის. ანუ ხო ხდები, ანუ გარკვეული სივრცე აიღო აი ამ random latent dimensional რაც მქონდა. მან კონკრეტულ წერტილებს რაღაც სურათები შეუსამამა ამ ჩემმა გენერატორმა უბრალოდ. ისე რომ გენერატორი მოეტყუებინა. ლოგიკურია? კი, ლოგო. საინტერესო თუ არის ეს პროცესი, ანუ ეხლა რაც დავხატე თქვენთვის, ანუ ცოტა ის კი არის, რაღაც რაში უნდა გამოვიყენოთ, კი შეიძლება თქვა, მაგრამ როგორც ასეთი რომ გენერატორს საერთოდ არ ყავს ნანახი ციფრები და ისი აგენერირებდეს, ეგ ძალიან ის იყო ჩემთვის, ანუ გასაკვირი მომენტი იყო ეს, რომ გავიგე რა. ანუ ეხლა ვცდილობ, რომ ეგ დაგანახოთ, რომ ანუ გენერატორმა საერთოდ არ იცის რეალური ციფრები როგორია. უბრალოდ დისკრიმინატორი რა გადაწყვეტილებებსაც იღებს, იმ მიმართულებას მიყვება. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ბრმა არის რეალურად, რიცხვები არ უნახავს, რაღაცას დახატავს და დისკრიმინატორს უსმენს, რომ ეს გავს რიცხვს, კი, ან არა გავს.
და თუ გავს როგორ უნდა შეცვალოს, ისე უნდა დააგენერიროს რა, მაგასაც დისკრიმინატორი ეუბნება, ხო? გრადიენტების და loss ფუნქციის საშუალებით. იმ მიმართულებით საით უნდა შეცვალოს თავისი ნახატები, ასე ვთქვათ. ხო, ან ზოგადად პროცესი გამოიყურება ასე, რომ ვასწავლით დისკრიმინატორს, რომელია ნამდვილი სურათები და რომელია დაგენერირებული სურათები, აი ამ მეორე ნაწილში. აი აქ. და პირველ ნაწილში ვასწავლით გენერატორს, რომ უნდა მოატყუოს დისკრიმინატორი. და ეს ხდება ამ z random noise-ით noise სივრცეში. ანუ თითოეულ წერტილს ამ random noise-ის სივრციდან შეუსალამებს ერთ სურათს. ანუ მე რო ეს 1000 ჯერ გავუშვა, ყოველჯერ ერთი და იგივეს დამიგენერირებს. ხო? იმიტომ რომ ამისი მოდელი, ეს მოდელი უკვე შენახული მაქვს აქ და აი ამ მისამართზე გადმოწერილი. ხო? ეს ჩავტვირთე ამ CPU-ზე და სულ რო ერთი და იგივე რიცხვი უშვებ, ყოველთვის ერთი და იგივე რიცხვს დამიბრუნებს, იმიტომ რომ გაფრიზული არის ამისი წონები, ხო? ამ ჩემი გენერატორის წონები. და უკვე ეს ამ ლატენტური latent time dimension წერტილებს ერთ წერტილს ერთი სურათი შეესაბამება. ეს რო შევცვალო რომ 0.05 იყოს, კიდე ოდნავ შეიცვლება ის. ბევრი არაფერი შეცვლია. მოდიავა 1 და 1 ვცადოთ. აი. მოდიავა 1 და 5 ვცადოთ. თითქმის identური არის, ხო? 2 ვცადოთ. აი, 2-ზე უკვე მთლიანად შეიცვალა. არა. 0.2-ზეც იგივე არის თითქმის. 0.4-ზე რა ხდება? ნუ უკვე შეხედეთ, აქ ამობურცული უფრო დიდი არის, ვიდრე აქ, ხო? 0.5-ზე რა იქნება? განსხვავება უკვე არის, ხო? საგრძნობლად აქ ცოტა დიდი ბურთი არის და აქ წვეტი აქვს. აქ სხვანაირია. 0.8-ზე? ხო, ნახე 0.8-ზე უკვე რაღაც შიგნით წამოვიდა. აქ ერთი რო ჩავსვა, აბა რვიანად თუ გადაკეთდება. ნუ თითქმის. ხო? ანუ ეს არის ზუსტად თითოეულ წერტილს რაღაცა სურათი შეუსაბამა ამ ჩემმა გენერატორმა. ამ ჩემი მიზანი იყო დღევანდელი ლექციის, რომ აი ეს პროცესი კარგად გაგვეგო. აბა, რავი, კითხვები თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ხო, და ის უნდა მეჩვენებინა. ეპოქა მეორე ეპოქის ბოლოს რას აგენერირებდა ეს ჩვენი გენერატორი. შემდეგ აქ მაქვს 53 ეპოქა. ნუ აქ უკვე თითქმის გავს და აქ ხედავთ რომ ძალიან უყვარს ერთიანების დაგენერირება. რაღაც 5-იანსაც გავს, არის რა, მაგრამ ძირითადად ერთიანები არის. 53 ვნახეთ. შემდეგ 99-ს ვნახოთ. აქ ნუ თლად ერთიანები ნუ მარტივია და გავს, დანარჩენები არ გავს ჯერ არაფერი, ხო? რაღაც ცხრიანებზე შეგიძლია ვთქვათ რაღაცა. მოდი დაუნლოდებში გადავალ. და ხო. 53, 99 ვნახეთ, 224-იც ვნახოთ პარე. ეს უკვე გავს და გავს, ხო? ცხრიანია, ერთიანია, ნუ ამას თუ არ ჩავთვლით, ესეც ეს 7-იანი უფრო არის ალბათ. ცხრიანები, 3-იანებიც წამოვიდა, 0-იანებიც გვაქვს. და ბოლოში 417 ეპოქაზე უკვე
აქ შევწყვიტე უკვე სადღაც რა, რომ ჩანს და საკმარისია თქო თქვი. მაგრამ სწორედ ეგ არის პრობლემა, რომ განებში როდის უნდა გაჩერდე ერთული სათქმელი არის რა. ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანი და ისეთი გენერატორი რო ყოფილიყო, რომ აი რაღაც კრიტერიუმი არ არსებობს, რომ ეხლა ანუ რიცხვები არის თუ არ არის, მაშინ კიდე რაღაც ახალი ის ჭირდებოდა, რომელიც მეტყოდა როდის უნდა გავჩერებულიყავი, ხო და ეგ არ არსებობს ზუსტად რა. ან ახალი სხვა მოდელი უნდა დავატრენინგო, რომელიც მეტყვის, რომ აი ამის იქით აღარ გინდა უკვე 95% დაგენერირებული ნამდვილი რიცხვი, ან 99% დაგენერირებული ნამდვილი რიცხვია. ხო. მაგრამ მე აქ ძალიან დიდ რიცხვებს რო ჩასვა, აქ 100 რო ჩავსვა და აქ 100 რო ჩავსვა სიტყვაზე, კაცმა არ იცის რა მოხდება რა. ანუ მაინ უკვე ეს რიცხვი არ აქვს ნანახი, ხო? იმიტომ რომ ორჩ რანდომით რო ვაგენერირებთ, როგორც წესი ნორმალური განაწილებით ხდება რა, ანუ სადღაც -3-დან 3-მდე არის, ხო, რაღაც, ვიცი? ცოტა არ მახსოვს. რანდ რომელს ვაგენერირებინებ ამათ, ამით random n-ი, ხო? rand n-ით ვაგენერირებ. და ეს რო ვნახო, sequence of integers defining the shape returns a tensor filled with random numbers from a normal distribution with ხო, ანუ 0-დან 0 აქვს min, ანუ საშუალო და ვარიაცია არის 1, ხო? ანუ 0-1 განაწილებით მიბრუნებს ნორმალური განაწილებიდან და მაგას ხო ესეთი ზარის ფორმა აქვს. და ამას ხო ზარის ფორმა აქვს. მირო 1. იმიჯი რო ნახო, აი აქ. ხო? ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც 4-იანიც რომ მოსულიყო, ძალიან მცირე იყო მისი ალბათობა, ხო ეგრეა? იმიტომ რომ ძირითადად მოდის -3 სამშუალეთში, ხო? და ესეთი რიცხვები საერთოდ არ უნახია ამ გენერატორს და მაგიტომ მომცა ის სისულელე პასუხი. იმიტომ რომ აი ამ წერტილს ტრენინგის დროს არაფერი არ შეუსაბამებია, ამ მომენტში გრადიენტი არ ყოფილა დათვლილი. მარტო -3 სამშუალეთში იცის კარგად, უხეშად რო ვთქვა. ნახაც არ იცის კარგად. -2 -2 რო ჩავსვათ. ნახე, აქ უკვე ნულიანი კარგადაა გათვისებული, ხო? აბა მოდი 2-2-ზე, 2-2-ში რას დამგენერირებს. მაგაც ნუმარცის. -2 აქ 6-იანისკენ მიდის. ნუ ხო ხვდებით რა, რისი თქვა მინდა, რომ გააჩნია რა განაწილებით დააგენერირებ შენ, z განაწილება იქნება თუ სხვა განაწილება იქნება აი აქ. და შენ მაგით თითოეულ წერტილს უსაბამებ კონკრეტულ სურათს. დაუბრუნდეთ აქ, ხო. და ანუ ამით დავაგენერირეთ 417 ეპოქაზე და აქ გავაჩერე უბრალოდ. აი, კითხვები, დამატებით თუ გაქვთ? მაგასაც მოვისმენ და ვეცდები რომ გიპასუხოთ თუ არის რა თქმა უნდა. აი. მაშინ ერთი კითხვა იყო ტრანსფორმერებზე როცა ვსაუბრობდით. რატომ იყენებენ სიგმოიდ აქტივაციის ფუნქციას, რა? აი აქ. აი ამ ნაწილში მახსოვს, რომ would he had attention
ხო, აი აქ multi-head attentions, აი აქ softmax რატო იყენებთ ხოლმე რა? და აქ softmax შეგიძლია რელუ გამოიყენო, ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ აი აქ linear შრეებზე აქტივაციის ფუნქციები არ აქვს. და სწორედ აი ამ აქტივაციის ფუნქციით გადაეწოდება გრადიენტები ქვედა შრეებს. და ეგ უკვე დამოკიდებულია თქვენზე, რომელ აქტივაციის ფუნქციას შეარჩევთ და რომელი უკეთესად იმუშავებს რა, ანუ როგორც ჰიპერპარამეტრი შეგიძლიათ ესე მოექცეთ ამ აქტივაციის ფუნქციას. თუ გახსოვთ ეგ კითხვა. და უბრალოდ როგორც ინფორმაცია ესე შეგიძლიათ მიიღოთ. აი, ჩემ ერთი კითხვა მექნება მე თქვენთან მაშინ, ანუ რამდენად ინფორმაციული იყო და უფრო მეტად ტექნიკური ხوار გირჩევიათ ხოლმე რა. ესეთი მაგალითები, ან თუ უფრო მეტი თეორია გირჩევიათ, ანუ თქვენ კიდე ერთი ლექციის ჩატარება მიწევს და რო გავითვალისწინო. მე თეორია უფრო მომწონს. ხო, ანუ ეს პრაქტიკა უფრო ის არის ხოლმე, ანუ თქვენც გააკეთებთ თუ რა მხრივ. ხო, ანუ თეორიული არ მქონდა მე უბრალოდ რა, რაღაც ზედაპირულად ის აგიხწერეთ, ხო? არქიტექტურა, ასე ვთქვათ. მაგრამ თეორიული რა მხრივ ხოლმე, ანუ რაღაც შევადაროთ ხოლმე, მაგალითად state of the art მოდელები თუ რაღაც ან რატო მუშაობს ეს უკეთესად ვიდრე ის მოდელი, ან ეს არქიტექტურა რატო ჯობია იმ არქიტექტურას და ასე შემდეგ მსგავსი განხილვით. დაახლოებით. იბატონო. ბეკა სანდრო, თქვენ რას მისჩევთ შემდეგი ლექციისთვის? ას ფორმატში გავაგრძელოთ დღეს როგორც ვიყო. იბატონო. ხო, ანუ ესეც გარკვეულწილად ოკეი არის, უბრალოდ ცოტა თეორია, ესე იგი ღრმად ჩავსულიყავი ნიკოლოზისთვისაც უკეთესი იქნებოდა. ოკეი. კაი ბატონო, კითხვები თუ არ გაქვთ, რა შეგვიძლია დავამთავროთ მაშინ ეს სემინარი თუ ლექცია, თუ რაც ქვია. ხო, ან მეტი აღარაფერი აღარ მაქვს. ანუ ეს იყო რის თქმაც მინდოდა მოკლედ რა. სტრუქტურა გავიგეთ, ტრენინგის პროცესი ავხსენით, შედეგებიც ვთქვით, mode collapse-ზე ვილაპარაკეთ, როს უერთიანებს აგენერირებს რაღაც დიდ range-ში. ხო, ეს არის და ეს განები. უბრალოდ პატარ-პატარა მოდიფიკაციები გააჩნია ამ განებსაც და ამას გამოგიგზავნით, მოდი გავაშეარებ. და ლინკს ჩავაგდებ აქ ჩატში. Okay, share. Anyone with the link? ხო, viewer-ები იქნებით copy link-თან. აქ ჩატში ჩაგიგდებთ. ხო, და ანუ კოდის ფაილებიც მოდი იმაში გადავიდან, კოლაბში გადავიდან და იმ კოლაბის ლინკს გაგიზიარებთ, ან შოთას გაუზიარებ და შოთა მოგცემთ მერე თქვენ. კარგი? ახონდეს. კი ბატონო, მადლობა გასწრებისთვის, კითხვებისთვის. აბა, კარგად იყავით. შემდეგ ლექცია. ნახვამდის. კარგად. ახონდეს.